მეგობრებო, ის, რასაც ახლა ამ ვიდეოში ნახავთ, საერთოდ არ გავს იმას, რასაც UFC-ს გალიაში მიეჩვიეთ. თუ გგონიათ, რომ ვოლკანოვსკის ნოკაუტი ან ჰოლოვეისთან ომი იყო ილიას კარიერის პიკი, მწარედ ცდებით. დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ ქამრებზე და მილიონებზე. დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ცდილობენ კაცს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი შვილი წაართვან. თუ ამ ვიდეოს ახლავე გამორთავთ, გამოტოვებთ მომენტს, სადაც წყდება, იხილავთ თუ არა მატადორს საერთოდ ოქტაგონზე 2026 წელს. პედი პიმბლეტი უკვე აყვირდა, რომ ილია გატყდა, მაგრამ სიმართლე ბევრად უფრო ღრმა და მტკივნეულია. უყურეთ ბოლომდე, რადგან შუა ვიდეოში გაჩვენებთ კადრებს სასამართლოდან, რომელიც ყველაფერს თავდაყირად ააყენებს. აბა, ჩემო ძმებო, შეხედეთ ამ სახეს. ეს არის ილია თოფურია, რომელიც ახლახან გამოვიდა სასამართლო დარბაზიდან. ეს არ არის სპორტსმენის სახე, რომელიც ვარჯიშიდან ბრუნდება. ეს არის მამა, რომელიც თავისი სისხლისა და ხორცისთვის იბრძვის. ეს ვიდეო იმიტომ ჩავწერე, რომ ინტერნეტში საშინელი ჭორები დადის. პედი პიმბლეტი, ის ინგლისელი მასხარა, ხომ იცით? ყველგან გაჰყვირის, რომ ილია 2026 წელს აღარ იჩხუბებსო. ვითომ ინსაიდერული ინფორმაცია აქვს. სიმართლე გითხრათ, პედის აწყობს კიდეც ეს ამბავი, თორემ ილიასთან შეხვედრო მისთვის პირდაპირი ბილეთია რეანიმაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ვაშკაცობს და ჩხუბს ითხოვს. მაგრამ მოდით, რეალობას შევხედოთ. სასამართლოდან გამოსული ილია საოცრად მშვიდია. აი მისი ყოფილი მეუღლის, ჯორჯინას სახეზე კი იგივეს ვერ იტყვით. რა მოხდა სინამდვილეში? რატომ აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონი მადრიდის სასამართლოში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის განყოფილება აწერია? ეს არის ყველაზე დიდი აბსურდი, რაც კი მინახავს. საქმე იცით რაშია? ჯორჯინას სურდა ბავშვის მაიამიში წაყვანა. წარმოგიდგენიათ, ილიას 4 თვეა შვილი არ უნახავს. 4 თვე. კაცს, რომელიც მთელ მსოფლიოს ამტკიცებს, რომ ნომერი პირველია, შვილთან მიკარების უფლებას არ აძლევენ. და ახლა, როცა დედას მისი ამერიკაში გადასახლება მოუნდა, ილიამ თქვა: მორჩა, აქ ვავლებთ წითელ ხაზს. თუ ბავშვს ფლორიდაში წაიყვანენ, ილია მას პრაქტიკულად ვეღარ ნახავს. ის ესპანეთში ცხოვრობს, იქ ვარჯიშობს, იქაური მოქალაქეა. როგორ წარმოგიდგენიათ მებრძოლმა, რომელიც დღეში 3-ჯერ ვარჯიშობს, ყოველ კვირა ოკეანის გაღმა იფრნოს? იცით რა არის ყველაზე დიდი ირონია? ჩვენ ილიას ვუყურებთ როგორც ზეკაცად, როგორც მანქანას. გვავიწყდება, რომ ის სულ რაღაც 39 წლისაა. მე 38-ისი ვარ და სიმართლე გითხრათ, მის ადგილზე ყოფნა არანაირი ფულის ფასად არ მენდომებოდა. 39 წლის ასაკში, როცა შენი კარიერა კოსმოსში მიფრინავს, როცა მთელი ესპანეთი შენ სახელს გაჰყვირის, უცებ აღმოჩნდები სისტემის წინაშე, რომელიც თავიდანვე შენ წინააღმდეგ არის განწყობილი. ესპანეთში კანონმდებლობა ისეთია, რომ კაცი წინასწარ წაგებულ პოზიციაშია, მასაკუთრებით, მაშინ როცა საქმე ოჯახურ დავებს ეხება. ხალხი მემებს აკეთებს, იცინენ, თოფურიას ყველაზე რთული მეტაოკე ცოლიაო. სიცოცხლოა? არა ძმებო, ეს ტრაგიკულია. ნახეთ რამდენი კამერაა. ილიას სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ. ეს არის დიდების მეორე მხარე, ბინძური, წებოდავი და დამღლელი. მებრძოლები ხომ სხვა ჯისხრის ხალხია. ისინი დარბაზის ვირთხებია. ურჩევნიათ სისხლი და ოთხვარონ ვიდრე მიკროფონებთან იკინკლაონ. მაგრამ ილია აქაც ჩემპიონურად იქცევა. ის არ ყვირის, არ ლანძღვება. მისი სიტყვებია: ჩემი პრიორიტეტი ჩემი შვილია. და ეს არ არის ფრაზა პიარისთვის. ეს არის კაცის სიტყვა, რომელიც იცის, რომ ოქროს ქამარი რკინის ნაწერია იმ ჩახუტების, სადაც 4 თვეა აკლია. ინტერესოა ერთი დეტალი. სანამ ილია განყორცინებას არ მოითხოვდა, მანამდე ყველაფერი იდეალური იყო. როგორც კი კაცმა თქვა, დავიშალოთო, უცებ გახდა საშიში, მოძალედე და ცუდი მამა. ნაცნობი სცენარია? თითქოს ბავშვის შანტაჟისთვის იყენებენ. ილია თავად ამბობდა ადრე, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და გამოძალვა მიმდინარეობდა. მაგრამ იცით რა მახარებს? მისი შიმშვიდე. როცა ადამიანი ასე იღიმებს ასეთ ჯოხეთში, ეს ნიშნავს, რომ მას რაღაც იცის. მას იცის, რომ სიმართლე მის მხარესაა. იცით რა მიკვირს ყველაზე მეტად? საქართველოში ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ოჯახი წმინდაა, რომ მამა ყოველთვის მამაა და მისი სიტყვა ფასობს. მაგრამ ევროპაში, კერძოდ კი ესპანეთში, სადაც ილია ცხოვრობს, თამაშის წესები სულ სხვაა. იქ შენ შეიძლება იყო მსოფლიო გმირი, აფრიალო მათი დროშა, მოუტანო ქვეყანას უპრეცედენტო დიდება, მაგრამ როგორც კი სასამართლოში შეაბიჯებ, შენ ხარ უბრალოდ კაცი, რომელიც წინასწარ დამნაშავეა. დააკვირდით აბრას იმ შენობაზე, საიდანაც ილია გამოდის. ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლო. აი აქ მიმარხია ძაღლის თავი. რატომ არ არსებობს ოჯახური ძალადობის სასამართლო? რატომ არის აქცენტი მხოლოდ ერთ მხარეზე? ეს არის გარემო,
სადაც ილიასნაირ მებრძოლს, რომელსაც ხელები იარაღად აქვს რეგისტრირებული, ნებისმიერ სიტყვას შემოუტრიალებენ. ახლა მოდით ჯორჯინას არგუმენტს შევხედოთ. ის ამბობს, ბავშვი ამერიკაში იმიტომ მიჰყავს, რომ მედიის ყურადღებას მოაშოროს. რა ჰქვია ამას, თუ არა სუფთა წყლის წყვილი. თავად ჯორჯინას ახლა უკვე ინფლუენსერს უწოდებენ მედიაში. ადამიანი, რომელიც თავად ცხოვრობს სოციალური ქსელებით და ყურადღებით, უცებ შეწუხდა პრესისგან. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს არის კლასიკური სლა. წაიყვანო შვილი სხვა კონტინენტზე, რათა მამას მასზე ყოველგვარი კონტროლი დაუბლოგო. ილიას პასუხი კი იყო მკაცრი და კაცური. არა. ის არ დაუშვებს, რომ მისი ქალიშვილი ოკეანის გაღმა გაიტაცონ. მოდით ამას თავისი სახელი დავარქვათ. ილიამ თქვა, რომ მალე ნახავს თავის პატარას. ეს ფრაზა მალე მასთან ვიქნები, ბევრ რამეზე მეტყველებს. როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ სხდომაზე მოსამართლემ დაინახა, რომ ბავშვის ესპანეთიდან გაყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ დედას ასე სურს, არ არის მართებული. ახლა დაუბრუნდეთ იმას, რაზეც პედი პიმბლეტი ბჟუტურებს. პედი ამბობს, რომ ილია 2026-ში ვერ იჩხუბებს. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი სასამართლო პროცესები ადამიანს ენერგიას ცილის. წარმოიდგინეთ, დილით სასამართლოში ხარ, სადაც შენს წინააღმდეგ 1000 სიბინძურე იწერება, საღამოს კი დარბაზში უნდა შეხვიდე და სპარინგში თავი გაწირო. ილიამ იანვრის ბრძოლაზე უარი თქვა. ბევრმა ჰეიტერმა დაიწყო წერა: შეეშინდაო, გაიქცაო. რა შეეშინდა ხალხო? კაცი შვილს ხარგავს. თქვენს ადგილას ვინ იფიქრებდა ოქტაგონზე, როცა საკუთარ შვილს 4 თვია მხოლოდ ფოტოებზე ხედავთ? ილია ტაქტიკოსია. მან იცოდა, რომ ეს სასამართლო ტალღა წამოვიდოდა და გადაწყვიტა ჯერ ოჯახური ფრონტი გაამაგროს. ჩემპიონი იმიტომაა, რომ იცის, როდის უნდა შეუტიოს და როდის უნდა დაიცვას თავი. ახლა ის დაცვაშია, მაგრამ ეს დაცვა უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი გრეფლინგი. ესპანური პრესა კი ცალკე თემაა. ნახეთ სათაურები. ილია თოფურია უკრძალავს ყოფილ ცოლს შვილთან ერთად მოგზაურობას. ხედავთ, როგორ ატრიალებენ. არა ის, რომ მამა იცავს შვილთან ურთიერთობის უფლებას, არამედ უკრძალავს. მათ სურთ ილიასგან ტირანის ხატი შექმნან. მაგრამ ილიას ღიმილი სასამართლოდან გამოსვლისას არის პასუხი ყველა ამ პროვოკაციაზე. ის მშვიდია, რადგან სიმართლე ერთია. შვილს მამა სჭირდება, მამას კი შვილი. და აქ მინდა ერთი რამ გითხოვთ, ჩემო ქართველებო. თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას, როცა მთელი სამღარო თქვენს წინააღმდეგაა, როცა თქვენი პირადი ცხოვრება ტალახში ითელება მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობილი ხართ? ილია ახლა ჩვენს მხარდაკერას უფრო საჭიროებს, ვიდრე ოდესმე. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ბედის წერა კუთხეში მიგიმწყდებს და გირტყამს იქ, სადაც ყველაზე მეტად გტყივა. ილიასთვის ეს წერტილი მისი შვილები და ოჯახია. ბევრს გონია, რომ თუ კაცი მსოფლიო ჩემპიონია, მას ნერვები ფოლადის აქვს და არაფერი აწუხებს. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მაღლა ხარ, მით უფრო ძლიერია ქარი. ილია ახლა ამ ქარიშხლის ეპიცენტრშია. მაგრამ იცით რა არის ქართველის ფენომენი? ჩვენ მაშინ ხვდებით ყველაზე საშიშები, როცა ჩვენს წმინდათა წმინდას ოჯახს ეხებიან. ეს სასამართლო პროცესი ილიას არ ასუსტებს. ის მასში იმ მხედს აფხიზლებს, რომელიც ოქტაგონზე ყველას გადათელავს. მოდით პირდაპირ ვთქვათ. ის ფაქტი, რომ ილიამ ამ ეტაპზე შვილის ამერიკაში გაყვანა აღკვეთა, მისი პირველი დიდი გამარჯვებაა ამ ომში. ჯორჯინას და მის ადვოკატებს ეგონათ, რომ ილიას მედიით დააშინებდნენ, რომ ძალადობის სასამართლოს ხსენება მას გატეხდა. მაგრამ ნახეთ მისი რეაქცია, არანაირი სტრესი. მე ძალიან მშვიდად ვარ. ეს სიმშვიდი არის იარაღი. როცა შენი მტერი ელოდება, რომ აფეთქდები, ყვირილს დაიწყებ და შეცდომას დაუშვებ, შენ კი პირიქით, იღიმი და ამბობ, რომ მალე შვილთან იქნები. ეს მათ გეგმებს ანადგურებს. რაც შეეხება პედი პიმბლეტს და მის პროგნოზებს, პედი, ჩემო კარგო, შენ ილიას საერთოდ არ იცნობ. ილია იანვარში იმიტომ კი არ ჩხუბობს, რომ ვერ ქაჩავს, არამედ იმიტომ, რომ ის სტრატეგიაა. მას სჭირდება, რომ ეს სამართლებრივი ჭაობი ცოტათი მაინც დააშროს, რათა ქამრის დასაცავად 100%-იანი კონცენტრაციით გამოვიდეს. 2026 წელს ჩვენ ილიას ვიხილავთ არა უბრალოდ მებრძოლს, არამედ კაცს, რომელმაც საკუთარი ოჯახი დაიცვა. და დამერწმუნეთ, ის, ვინც მას ამის შემდეგ ოქტაგონზე დაუდგება, ძალიან ინანებს. ესპანეთში ეს საქმე ჯერ არ დასრულებულა. წინ კიდევ ბევრი სხდომაა, ბევრი ჭორი და შესაძლოა კიდევ უფრო ბინძური პროვოკაციებიც ვიხილოთ, მაგრამ მთავარი ნათქვამია, ჩემი პრიორიტეტი ჩემი შვილებია. ილია მაჩვენა, რომ მისთვის ტიტულებზე წინ მამობა დგას და სწორედ ეს ხდის მას ნამდვილ ჩემპიონად ჩვენს თალში. ხალხო, ნუ უსმენთ ჰეიტერებს, ნუ უსმენთ მათ, ვინც ამბობს, რომ ილიას კარიერა დასრულდა. პირიქით, ეს არის ახალი თავის დასაწყისი.
ილია თოფურია დაბრუნდება და ეს დაბრუნება იქნება ყველაზე ხმაურიანი UFC-ს ისტორიაში. ის არა მარტო დაიცავს ქამარს, არამედ დაამტკიცებს, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს, მაშინაც, როცა სისტემა შენს წინააღმდეგაა. თქვენ რას ფიქრობთ, ძმებო? სწორად მოიქცა ილია, რომ შვილის ამერიკაში გაყვანის უფლება არ მისცა, თუ ფიქრობთ, რომ დედას აქვს უფლება ბავშვის სადაც უნდა იქ წაიყვანოს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ოღონდ კაცურად და არგუმენტირებულად. ილიას კი უსურვოთ გამძლეობა. ჩვენი მხარდაჭერა ახლა მას ჰაერივით სჭირდება. ახლა კი ყური მიგდეთ, რადგან იმას, რასაც ახლა გეტყვით, ოფიციალურ პრესკონფერენციებზე ვერ მოისმენთ. სანამ ილია მადრიდის სასამართლოებში დადის, UFC-ს კულუარებში ნამდვილი პანიკაა. იცით რატომ ზდუმს დანა ვაიტი? იმიტომ რომ მაგიდაზე დევს კონტრაქტი, რომელიც ან ილიას ლეგენდად აქცევს, ან მის კარიერას სამუდამოდ დაასამარებს. თუ გგონიათ, რომ ილია უბრალოდ ისვენებს, ძალიან ცდებით. ის ახლა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ვაჭრობაშია ჩაბმული. მოდით რეალობას თვანი გაუსწოროთ. UFC ბიზნესია. მათთვის ილია არის ოქროს კვერცხების მდებელი ქათამი ევროპული ბაზრისთვის. მაგრამ დანა ვაიტს არ უყვარს პრობლემური ჩემპიონები. გახსოვთ კონორ მაკგრეგორი? როცა მისმა პირადმა პრობლემებმა სპორტს გადააჭარბა, ის უბრალოდ თაროზე შემოდეს. ილიასაც იგივე საფრთხე ემუქრება. ედი პიმბლეტი ტყუილად არყებს, მას დავალებული აქვს, რომ ილიას ნერვებზე ითამაშოს. აიძულოს ის, რომ წყობიდან გამოვიდეს. რატომ? იმიტომ რომ გაბრაზებული მებრძოლის შეცდომებს უშვებს. ილია კი, როგორც ვნახეთ, საოცრად ცივსისხლიანია. ის არ პასუხობს პროვოკაციებს, ის სასამართლოდან იღიმის. ეს იცით რას ნიშნავს? ის უკვე 1-0-ის უგებს UFC-საც და თავის ყოფილ ცოლსაც. ჩემი ინფორმაციით, UFC-მ ილიას შესთავაზა ვარიანტი. გადავიდეს საწვრთნელად ASHS-ში, რათა თვალს მოეფაროს ესპანურ მედიას. ეს ერთი მხრივ კარგია. იქ ბავშვთან ახლოს იქნება, თუ ჯორჯინა მაინც მოახერხებს მის წაყვანას. მაგრამ მეორე მხრივ ეს ნიშნავს ესპანეთის დათმობას. ილია კი ამბობს, მე არ სად წავალ, ჩემი სახლი აქ არის, ჩემი შვილი აქ უნდა გაიზარდოს. ეს არის ნამდვილი მატადორის პოზიცია. ის არ გარბის პრობლემებისგან, ის მათ რხებით ეჯახება. იცით რა არის მთავარი? ილია მიცის, რომ 2026 წელი იქნება მისი განკითხვის წელი. ან ის მოაგვარებს ამ საოჯახო დრამას და დაბრუნდება როგორც დაუმარცხებელი მეფე, ან ეს პროცესები მას შიგნიდან გამოფიტავს. მაგრამ შეხედეთ მის თვალებს, იქ შიში არ არის, იქ მხოლოდ ცივი და გათვლაა. ჩემო ძმებო, ჩვენი მატადორი ახლა ყველაზე დიდ ოკეანეში ცურავს, სადაც ზვიგენები ყოველი მხრიდან უტევენ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ის ქართველია. ჩვენ კი ტალღების საწინააღმდეგო ცურვაში ჩემპიონები ვართ.